კაი, მოდი დღეს გვაქვს ინტერვიუ ორ ადამიანთან. თითოეულმა აქედან მოიპოვა $1,000,000 ექვივალენტი ფანდინგში. ანუ მათ აქვთ ახლა შესაძლებლობა, რომ ამ 1,000,000-ით, ხო? ამ 1,000,000-ის კაპიტალით გამომუშავონ, რა ვიცი, ძალიან დიდი თანხა, დიდი ფული, ხო? Ghost გაგვეცანი, გითხარი შენზე რამოდენიმე ტრეიდინგი რამდენი ხანია დაიწყე, ვინ ხარ, რა ხარ, საიდან შემოხვედი ვაფშე ამ სერვერზე და ასე შემდეგ. აჰა. კი ბატონო. ვარ 31 წლის პირველ რიგში. მქვია გიორგი. აჰა. ტრეიდინგში დაახლოებით თითქმის წელი იქნება, რაც ვარ უკვე. თითქმის წელი? კი. თქვენი mentorship-ი გავლილი აქვს Gypsy Kings, ის არის ჩემი ძმაკაცი რა. ხო და მოკლედ ჩვენ დავიწყოთ ერთად. ეს ყველაფერი, ანუ გარკვევა ტრეიდინგში თავიდან გვაინტერესებდა, თავიდან ვიცოდით, რომ მარტო სამსახური და ვიღაცის მუშაობა არ იყო რა ჩვენი ცხოვრების მიზანი. ხო და ვეძებთ ეგეთ რაღაც საშუალებებს, რითიც შეგვეძლო ფული გვეშოვნა რა. და ერთ-ერთი ნათელი წერტილი თავიდანვე იყო ტრეიდინგი რა. მაგრამ ცოდვა გამხელი ჯობსო, ჩემზე მეტად მასეჯერა რა. ვიდრე მე რომ ტრეიდინგი შეიძლება და იმიტომ რომ არასწორ ხალხს გადავეკვეთეთ თავიდან რა. პირდაპირ ვკითხა ძალიან ბევრჯერ და საბოლოო ჯამში მე თავიდან შევეშვი რაღაც პერიოდი რა. მეგონა არ იყო ეს ჩემი რა. და ისევ თავისმა CG-უტემ, ამ ჩემი მაგათ CG-უტემ და თქვენთან მოხვედრამ ეს ყველაფერი შეცვალა რა. და შემოbrunდი მეც აქეთ და მე ერთად ტრეიდობდით, ერთად გავხელოთ ამ ყველაფერს და მე საბოლოო ჯამში მე მოვხვდი უკვე ამ live trading-ზე, რაც ანუ იმის მიუხედავად რომ მე funded account-ები მქონდა და payout-ებზე გაკეთებული მაქვს. ეს live trading-ი ჩემთვის საერთოდ სხვა შანსი იყო. ანუ იმიტომ რომ ჩემ თავს ახლა სტაბილურად ვერ მივიჩნევ ჯერ სანამ მინიმუმ წელიწადი მაინც სტაბილური გამოტანები არ მექნება. სტაბილურ ტრეიდერად ვერ მივიჩნევ თავს და თან რაღაც ხარვეზები მქონდა და მაქვს. ცოტა დროა ჯერ რა, ანუ არ არის რა რაღაცა. არ არის ეს ხო. კი და თან ეს live trading-ი ბევრ ამაში მეხმარება რა. ბევრ რაღაც არ ვიცოდი. აი მაგალითად ის არ ვიცოდი რა. ESC და Nasdaq-ზე ხო ვაჭრობთ რა უმეტესად. და რომელიც უფრო bullish-ი არის, იმაზე რომ უნდა ივაჭრო, მაგალითად ეგ არ ვიცოდი რა. ყოველთვის Nasdaq-ზე ვხსნიდი ხოლმე ტრეიდებს. ESC არ გამეხსნე არასდროს რა და ეგ ერთ-ერთი იყო ეგ რაც დავინახე აქ მერე მივეჩვიო სწორ დროს სწორ ტრეიდების გახსნას. თავიდან იყო ხოლმე რომ აი არ ქონდა დროს მნიშვნელობა რა, ვერ ვანიჭებდი მაგხლა მნიშვნელობას დროს რა. ნებისმიერ რაღაცას დავინახავდი, ლონდონი იყო თუ ანუ ნიუ-იორკი აზრი არ ქონდა ჩემს, თუ რაღაცას დავინახავდი, შევდიოდი, ბევრ ვაზო ტრეიდსაც ვხდიდი, მოკლედ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული ძალიან და აი ეს live trading-ი ბევრ ამაში მეხმარება ეხლა რა. აი ძალიან ბევრი ამი დამანახა სხვა თვალით და ვეჩვევი სწორ დისციპლინას, სწორი დროის და სწორი ტრეიდის გახსნას რა და ეგ არის ყველაზე დიდი შანსია ჩემზე ძალიან დიდი, რომელიც უნდა გამოიყენოს ადამიანმა რა. და ეგ შანსი კიდე ნათლად გამოჩნდა ზუსტად იმ 20 აკაუნტის, ზუსტად იმ ტრეიდების გახსნით, რა ტრეიდების თქვენთან ერთად გავხსენი რა. აი ეგ საერთოდ სხვა რაღაც იყო ჩემთვის რა. სხვა ლეველზე გადასვლა. 20 აკაუნტის რატო გადაწყვეტე? მაინც და მაინც. ნუ პირველ რიგში ეს აქცია რო დაემთხვა 90%-იანი, მერე ერთ-ერთი იყო პაწუს ერთ-ერთი ტრეიდი პირველი live trading-ი რო დამთავრდა, მე მგონი მე დაწერა ხო? პაწუ დაწერა 20 აკაუნტს გვას ვაპირებო რა. კი და ეგ იყო ერთ-ერთი ინსპირაცია. ჩემთან აქციას კარგად დაემთხვა და მეთქი უნდა გავაკეთო მეც მეთქი რა. და ესე აღმოჩნდი მეც მილიონერების სიაში. კაპიტალით. აი, ჩვენზე რამდენი ხანია რაც ჯიპსინგი მაგალითად ჩვენზე იმის მერე? იმის მერე მეც ვარ კი Discord-ში და უბრალოდ ეს mentorship-ი არ გამივლია თორე დანარჩენი ყველაფერს ვადევნებდი ინფორმაციებს, რაც ხელმისაწვდომი იყო ჩემთვის.
ყველაფერზე მქონდა წომა და სულ გადავმე თვალყურს და გულშემატკივრად ესე რომ ვთქვი, აჰა. სულ აქავა რა. ამის სხვა დისკორდზე არც ვარ, მარტო ა აქ ვარ. შენი ცალკე საქმე გააქვს? ისე თუ მუშაობს ანუ კი, ერთად მუშაობთ ჩვენ და აჰა, ეგრეთ ერთად მიცოდ ყველა ხო ეს საერთო საქმე გვაქვს ჩათვალე, იქით ხარისას და აქეთ ხარისას და ძალიან კაი. მაგრამ საბოლოო მიზანი გვაქვს ის, რომ აღარ ვიყოთ. ჩვენი საქმე იყოს მარტო ტრეიდინგი აჰა, და არა ვიღაცისთვის მუშაობა. გასაგები. კაი, პაწო. შენ რამ გადაგაწყვეტინა ის 20 აკაუნტის ყიდვა და აა, მილიონზე ასვლა. თავი მიზანი ისაა, რომ სამსახურს თავი დავანებო რა და მაგითო პასუხისგებლობა რაც მაგითია ცხოვრებაში აღებული, მაგის ერთადერთი გზა იქ არის, რომ რაც შეიძლება დიდი პეიაუთები გავუყეთო და მე იმაზე ფიქრი არ მომიწევს, რომ შემოდაუშვას შემდეგ თვეს ფული ვიშოვო რა, იქ იყო მიზეზი, რის გამოც რაც შეიძლება მეტი აჰა. აკაუნტი ვიყიდე რა. მინდა და ვიყიდე და ეგრეს ქენიდიაში და მაგით ეგ იყო მიზეზი, რის გამოც ვიყიდე ეგოც აკაუნტი. ხო, ხალხო, ვინც არის ცით და ვინც ახლები ხართ? პაწო არის ჩვენი მოსწავლე უკვე რამდენი ხანი ამ სერვერზე ხარ პაწო? წელზე მეტია. წელზე მეტია ამ სერვერზეა. Ghost-იც ალბათ ამ სერვერზე წელზე მეტია, მაგრამ ჩვენი მოსწავლე არ არის. არის ჩვენი live trading-ის მემბერი რა. და მოკლედ, ესე სიტუაციაა, რომ ორივე გადაწყვიტა, რომ Apex-ზე 50 $50 აკაუნტის ყიდვა, ამ 20 აკაუნტის გავლა და ეხა უკვე ფანდედები არიან, ანუ მიიღეს მათ ეს მილიონი ფანდედი და ეხა საშუალება აქვთ, რომ ძალიან დიდი კაპიტალით ითრეიდონ. რაც რავი, ძალიან მაგარი შედეგია. რავი, საქართველოში ეს შედეგი არ ვიცი, ვინმეს აქვს განაკეთები, რა მე მგონია რომ არა. კაი, ხალხს ძალიან აინტერესებს 20 აკაუნტზე ტრეიდი როგორ ხდება ბაცო. პირადად ჩემს შემთხვევაში Ninja Trader-ი მაქვს რა. მან უფასო არის ან უფასო რაც არის ინდიკატორი არის რა კოპი ტრეიდერს. ერთი არის უფასო, რომელზეც შეგიძლია მხოლოდ 10 აკაუნტის გადამა და 20 რო გადავა გიწევს ყიდვა რა, მაგრამ ერთი ხელი ხდი და lifetime გაქვს რა. $25 თუ სწორად მახსოვს ან კიდე მეორე კოპიერი არის, რომელიც $40 იღებს და სადაც $180 იღებს ერთი ხდი მაგასაც. აჰა. რომელიც აკაუნტის გადამა შეგიძლია ჩაუდგა. Ghost. ეთა მაგ ხა კითხვა. აქამდე ფანდედი იყავი, სანამ მაგ ფანდედებს აიღებდი? კი, კი. კი კი. ვიყავ. ფანდედი იყავ. Payout-ი გქონდა მაგამდე. როგორც თქვი ხო? Payout-იც ჰქონდა. კი, კი. კი. გქონდა. ძალიან კაი შედეგია. საღოლ და კიდე იმას დავამატებდი რა. რო თქვი 20 აკაუნტი ამ გადაგაწყვეტინა, კიდე ერთ-ერთი ის იყო, შენ სიტყვებიც იყო სხვათა შორის და ეგ დავამახსოვრდა. ერთ-ერთ საერთო დაშვების ლაივზე გქონდა ნათქვამი, გაზარდეთ რისკი არ გაზარდოთ და გაზარდეთ აკაუნტების რაოდენობაო და მე რო გავიაზრე რაც იყო ეგ ყველაფერი. ერთ-ერთი მიზანი, ერთ-ერთი გაწყვეტილების ის ეგაც იყო, რომ რისკი კი არ გამეზარდა, აკაუნტების რაოდენობა გამეზარდა. იგივე რისკით მე ტრეიდა და საბოლოო ჯამში უკვე დიდ თანხაზე გადიოდი რა, რომ დაფიქრდე მართლა ეგრე არის და კი. ეგეც იყო ერთ-ერთი ის რა და ეგ ხალხო გაიგეთ, ნამდვილად ეგრე არის რა. რისკი არ უნდა გაზარდოთ არანაირ შემთხვევაში, უნდა გაიზარდოს რაოდენობა და მაგის შანსი Apex-მა მომცა, ნუ ამ რაოდენობაზე სხვა პროფილებზე ჯერჯერობით რა მე რაც მაგ შეხება, მაგა 5-ზე მეტი არ არის და ამ შემთხვევაში 20 ამაზე იყო და იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა ეს რა. Risk management-ს რამ ხელმძღვანელობას მიენიჭებთ ტრეიდინგში? აუ ძალიან დიდ. მაგას რო ვერ თავიდან მეგონა რომ ვიყავი, ანუ არ ვიყავი ეგეთი რისკიანი, მაგრამ მეგონა რაღაც არის, ანუ გინდა არ გინდა მე ფანდედ აკაუნტზე რა. ვითომ არა, მაგრამ დიდ ფულთან რეალურად შეხება რა. ძალიან მარტივად შეგიძლია იშოვო ბევრი ფულის და შეიძლება გაგიუქცეს კიდევაც ის აკაუნტი და ამიტომ გინდა არ გინდა ნერვების თამაში არის და ეგ ნერვების თამაში ყველა ვარიანტში რისკ მენეჯმენტით უნდა დაიწყო. თავიდან კი არა და ძალიან გამიჭირდა. დაახლოებით 6 თვეც ალბათ დამჭირდა თუ მეტი არა რომ ეგ მეკონტროლებინა რა. ბევრი ფანდედ აკაუნტები მაგის გამო გამოფუჭებია ძალიან ბევრი. რეგულარ დამიცვია. ეგ ამ just დავიცავი ყოველთვის მოვახდინე payout-ი. ეგ არის მთავარი რა ამ შემთხვევაში. მე თუ მკითხავთ, ეგ არის ზუსტად ის ამავალი წერტილი. რაც უნდა დავიცვათ აუცილებლად. აი, მაინტერესებს გამორიცხული საბოლოო ჯამში ყველანი ჩანო გადიხარ მე საბოლოო ჯამში მოგებაზე რა. ანუ ის არ უნდა იყოს აი გემბლინგში გადიხარ, წააგე, თქვა რაღაც $150 წააგე, თუ გარისკე, ამოვაგდებ, ეგ სიტყვა უნდა დაივიწყო და ეგრევე გათიშო მარკეტი რა. ანუ ჯერ ეგრე უქენი.
დავაჭერე ვქენი დავიღუპე რა. შენზე ბევრი რაღაც არ ვიცი როგორ ტრეიდობ რა. აი ტრეიდინგ გეგმა თუ გაქვს შენ. გეგმა თუ გაქვს რასაც მიყვები. კი. აჰა. გეგმა მაქვს. და მაგის მიხედვით ტრეიდობ ზუსტად მეც რა. Live trading-იდან რა არის ყველაზე ღირებული რაღაცები, რაც დაინახე ამ ერთ თვის განმავლობაში? ძალიან ბევრი არასწორად იგებს ამ live trading-ს რა და მინდა სწორი მხარე დაინახო. ყველაზე დიდი რაც დავინახე, პირველ რიგში დავინახე ის, რომ ხოლმე ეს ტრეიდები იხსნება. არ უნდა დაელოდოს სწორ დროს, სწორ მომენტს. აჰა. რასაც რავი დიდი მოთმინება სჭირდება, და სწორი ხედვა სჭირდება. ეგ დავინახე პირველ რიგში, რომ უნდა გახსნა მხოლოდ ეს ტრეიდი, რომელშიც 100% დარწმუნებული ხარ. რაღაც ეს რა გეპარებოდეს. რომ 100%-იანი არ იყოს, ან A+ უნდა იყოს რა. კი, რომ ხო, ნუ ეგ უკვე შენი ბრალი რო აღარ იქნება რა, თუ მაინც რაღაც მოხდა. ხო, ნუ მარკეტია და ყველაფერში რა მოხდეს. კი ბატონო, ერთი ეგ არის და რავი, განაჩენი ის არის, რომ აი დიდ გამოცდილებას იღებ რა, ანუ იმ ადამიანთან ერთად ტრეიდით, რომლებიც უკვე ამ საქმეში პროფესიონალები არიან. ეგ არის ძალიან დიდი რაღაც და აი ბევრი მაგას ვერ იაზრებს რა და აი გინდა არ გინდა დიდ გამოცდილებას იღებ და სხვა დონეზე ადიხარ რა ამ live trading-ით. უბრალოდ ტრეიდების კოპირება არ არის რა ეს live trading. სხვა სწორად უნდა გაიგონ რა არის რეალურად და ვისაც შანსი აქვს გამოიყენოს კიდევაც ეს ყველაფერი. პირველი თვე გავამაზე ერთი და ეხლა ამის მერე მაგას აღარ ვაპირებ. სანამ მექნება საშუალება ვიქნები თქვენთან ერთად. კაი. ბაცო. შენი აზრით, აი live trading-ზე რო გვიყურებენ რა, ნუ ხშირად შენ ხარ ხოლმე უფრო, მაგრამ აი რო გვიყურებენ, აი რას ფიქრობ, აი რა უნდა წაიღონ ყველაზე ღირებული? აი რას ანიჭებ live trading-ზე უპირატესობას და რა არის ყველაზე ნაკლებად საინტერესო? ყველაზე ნაკლებად საინტერესო ალბათ ჩვენი ტრეიდერების აკოპირება არის იდეაში რა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის დაინახოთ როგორ ხედავთ მარკეტს რა, ჩვენ სამივე ისე ტრეიდერები და ისე ტრეიდერებს ვიღებთ, რაც იდეაში მარკეტზე ყველაზე მაღალბათობიანია ხოლმე რა, უმეტეს შემთხვევაში კი არა, სულ მასი არის რა. ასევე მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია რა იდეაში, რომ ჩვენ live trading-ზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ეგ არის რა. ძალიან მოთმინეთ უყურეთ მარკეტს და ისე ტრეიდებს შევდივართ, რაც იდეაში ყველაზე მაღალბათობიანი არის და მთავარი ალბათ უფრო მარკეტის ხედვა, რაც იდეაში უნდა წაიღო რა და მოთმინება. ეგ ორი რაღაც. აი, რამდენად მნიშვნელოვანია, აი ჩვენი ხედვა ხო გვაქვს მარკეტზე ხო ვუყურებთ რა. შეიძლება დამთხოვო ხოლმე ერთმანეთს. აი ტექნიკური მხარე და ეგ ხედვა და მოთმინება რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ აი ტრეიდერი პროფიტულად ჩამოყალიბდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეგ რა, მოთმინება და შენი ნარატივისა და რა ნარატივს აგებ და მაგ ნარატივს გაყოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. თუ მაგ ნარატივს გადაუხვიე, მერე მოდის ის გემბლინგიც, ის over trading-იც, იმიტომ რომ ერთ ტრეიდ შეხვით, რომელიც იდეაში შენი ნარატივს არ გაყევი და რაღაცა მოთმინება დაარღვია და შემდეგ ეგ გემბლინგი მოდის იდეაში რა ძალიან მარტივად. მაგის მერე მაგ წესის დარღვევის მერე. თავდაჯერებულობა რამდენად მნიშვნელოვანია? ეგ აი ფსიქოლოგიის საკითხი ძალიან overrated-ი არის რა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ჩემი აზრით მაინც თავდაჯერებულობა არის და როცა იცი რომ მარკეტზე რომ შემოდიხარ 90% შენი ნარატივი სწორი არის რა, მე აღარ გიწევს ის რომ რაღაცა over trade-ები გახსნა, გიგემბლერო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ტრეიდს თუ წააგებ იცი რომ შემდეგ კვირას ან ორი კვირის შემდეგ გესონიება რომ ისო პროფიტი დახურა რა იმ თვეს. და მაგითო არ დაგჭირდება ის გემბლინგი, რაც იდეაში ფსიქოლოგიას მიაწერენ ხოლმე რა, რაც იდეაში უფრო თავდაჯერებულებასთან არის დაკავშირებული ჩემი აზრით. Live trading-ზე ხალხო მოსწავლეების მიღება გაიხსნება ხვალ, თუმცა მოსწავლეები არ ხართ, ხო, სერვერზე დავაანონსებ პირველ რიცხვში და მე შეგიძლიათ შემოსვლა. პაწუ, ის მაინტერესებს კიდე. აი, და მოვიწდა. რა უნდა მეთქვა? რაც უნდა მეთქვა. ხო, live trading-ზე ყოფილა კვირა რომ მინუსში დაგიხურავს? არა, საერთოდ. კვირა არ ყოფილა. მინუსში არა. კაი. მაშინ აი როგორ ინარჩუნებ მაგ შედეგს? ამ რავი, რამდენი თვე 3 თვე ხო? 4 თვე, ანუ პირველი თვე უფასო ხო იყო ყველასთვის. მაგ 4 თვის განმავლობაში როგორ ინარჩუნებ მაგ შედეგს? ვინარჩუნებთ? არა შენ გისმენთ კითხოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნარატივს რასაც ვაგებთ იდეაში, რაც ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩვენი თეორიული ცოდნის გამომდინარე, რასაც ვაგებთ ნარატივს, ეგ 90-99% სულ მართალია რა და ეგ ნარატივი რა ვიცი, მე entry spawn-ად ეგ ყველაფერი ძალიან მარტივი ხდება რა. ყველაზე მთავარი არის ნარატივი ააგო და იცოდე იმ სესიაზე რა საუბრობდი რა. მაგის მერე entry-ს მოძებნა ეწუთიან ძალიან მარტივი არის. Ghost. მე ვერ შევამჩნევ რა ძალიან, მაგრამ აი ხო ვარ ხოლმე სამნი რა, ხანდახან სამნი ვარ, ხანდახან მე არ ვარ, ხან სანჯი არ არის. და აი ჩვენ სამ შორის არის დიდი განსხვავება? მე მგონი არა, კიდათ არა. იმიტომ რომ ემთხვევა ხოლმე თქვენი ნარატივი ერთმანეთს. სხვათა შორის ჩემიც. რომელი ჯობია? და ერთი რაღაც დამატება მინდოდა ამ live trading-ზე რა. რა არის იცი? აი ეს live trading-ს უყიდულობენ და მე ძალიან ბევრი შეხვდა რა კომენტარები რომ აი ეს გავხსენი ეს ტრეიდი სამ დაიწყო და live-ი იქამდე გაუხსნიათ არ დაავადებიან მე ჩვენ გარეშე გახსნეს რა ან თუ ყიდულობ live trading-ს მე მაგას ვერ ხვდები ანუ ვინც ახლა აპირებს მithonდეს ყიდულობას რო იცოდნენ რა თუ ყიდულობთ და აპირებთ live trading-ში დაიწყოთ გაწევრიანდეთ შესაბამისად იქვე უნდა ის მოთმინებაც გამოიჩინოთ ის სწორი მართალი კი აი დაინახოთ ის სწორი ხედვა და იმის მიხედვით მე გახსნათ ტრეიდი ან თუ მაგას არ აპირებთ მაშინ რა აზრი აქვს live trading-ში თუ შემოდიხართ თუ მაინც თქვენი აპირებთ თუ გახსნათ ტრეიდები ხო და ის სწორი entry არის სწავლოთ რა დროს უნდა გააკეთოთ ანუ მე მაგას ვერ ხვდები და აი ყოველ live-ზე თითქმის ეგეთი რაღაცები იწერებოდა და მართლა ვერ გავიგე ეგ ამბავი და მე გირჩევდით რომ ვინც ახლა აპირებს შემოხვიდეთ და ვინც იყავით და აგზელებთ ეგ არ გააკეთოთ რა ეგ ანუ ჩათვალეთ არ იქნებით პროფიტულები იმიტომ რომ არასწორ დროს არასწორ ტრეიდს ძალიან ბევრი მინახავს რომ აი ჩვენთან მოიგებენ და იმ დღეს ორი ტრეიდი გახსენით ორი ტრეიდი მოიგეს და კიდე საღამოს კიდე ტრეიდი გონათ გახსნილი ხო ბაც ყველაზე აი ხო კაი ეს კაი კითხვა დამება და ბაც ყველაზე აი ცუდი რა შეგიმჩნევია მემბერებისგან რა აი რა გინახავს რომ აი რას ყურებ რას აკეთებენ არასწორად ზამასკაში არის ყველაზე მეტად მინდა ტრეიდში ყოფნა ინტერესებს რა ის არ აინტერესებს რომ რამდენად მაგალითობიანია ტრეიდი რა ტრეიდში შევდივართ ეგ უფრო ნაკლებად აინტერესებს და ეგ ფაქტი არის ყველაზე გამაღიზიანებელი სიდიაში რაღაც კუთხით იმიტომ რომ ხო თავი შეურაცხყოფილად გზნობ რაღაც მომენტში ხო ანუ ტრეიდში ყოფნა უნდა და არ აინტერესებს მოიგებენ თუ წააგებენ მაგ ტრეიდს რა ყველაზე მნიშვნელოვანია პროსტ ტრეიდში იყვნენ და ეგ არ არის სწორი მიტკობა და მაგ მეინცეთით ტრეიდში ვერაფერს ვერ იცავთ რა კაი, თქვენ სამ all gig-მებზე ვისაუბროთ რა. აი, მაგ აკაუნტები და თუ გინდა მაგ აკაუნტების გარეშეც, აი, რისი მიღწევა გინდათ, ჯერ Ghost-ით დავიწყოთ. აი, რა არის შენი სამ all gig-მა? მიზანი. ანუ როგორც შეგვიძლია მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი თქვა რა. მე ეგრე მქონდა ხოლმე რა, თავიდან trading-ს რო ვიწყებდი, თარგმ ტრეიდობდი. პროფიტული არ ვიყავი რა. მქონდა მოკლევადიანი მიზნებიც. და კიდე ჩამოწერილი მქონდა გრძელვადიანიც. თვალეგრეთ გრძელვადიანს ჯერ არ ვარ მისული მე, მაგრამ მოკლევადიანი გეგმა ჯერ ამ ეტაპზე რაც მაქვს, რაღაც პერიოდი რო სტაბილურად დავიწყო გამოტანა. თანხის და ისე გავიხადო ეს საქმე რომ არ მომიწიოს ცალკე კიდე სამსახურზე ვიფიქრო რა, ანუ ეს იყოს ჩემი Keep-Seeking-ს ტოვებ? ალბათ ერთად დავტოვებთ. ანუ ისეც იგივე აზრი არის. ანუ რომ ჩვენი საქმე უნდა იყოს ეს. მარტო თქვენ ორნი ხართ? თუ კიდე ვიღაც კიდე არის ხო ერთი? ჩვენ ორი ვართ და ხო ის ერთი ხან არის ხოლმე და ნუ ჩვენ ვართ ძირითადად. კაი. ბაწო შენი? მიზანი? ჩემი თავი მიზანი ბავშვობიდან ის ყო სამსახურს თავიდან მივიდნებინა რა. და ეგ არის პირველი ჩემი თავი მიზანი. სამსახურს თავიდან დავანებო და არ მომიწევს მუშაობა და შემდეგი მიზანი სახლი მანქანა. აკაუნტებს თუ მეკითხები რა 5-იან 6 მილიონზე მინდა რომ ავიდე რა. არ ყოფილი. ეგ სამოვთ ფაზარია. 5 მილიონი არ მგონია ახვიდეთ.
ისე რამდენია მაქსიმუმ როგორ შეიძლება აი ზგაჩნია მაგაზე პროფილს, ანუ 20 არსად არ არის. აი 5 არის ხოლმე მაქსიმუმ. როგორც იცი. აი ნიჟა ტრეიდერის კოპი არის ხო? 40. რავი, სანჯის თუ აქვს რამე კითხვა ან ხალხს? მე კითხვა არ მახსენდება. წერილზეც გადავალდი. ესმის ჩემი? კი, პატარა ვისმის. ესე კითხვა არაფერი არ მაქვს, მაგრამ რაც მოვისმინე და რაღაც ძალიან მისწორდება იქ ფაქტი რა. პაწუ ძალიან რეალურად კაი ხნის წინ შემოვიდა ჩვენთან რა. და თავიდან ან როგორც იყო და ეხლა რა დონეზეც არის და როგორც ლაპარაკობს, ან ძალიან მახსენდება ხოლმე ის ძველი დრო რა. რომ აი мотиваცია რო აქვს იმით, რომ ძალიან მაგარ ლეველზე ახვიდე რა და ეხლა უკვე იმ კალიბრს რო იჭერს, რომ აი ესე თამამად შეუძლია ილაპარაკოს რა. და მაგის შედეგით ამტკიცებს. და გოსტის შემთხვევაში, რავი, გოსტის ყველაზე მეტად რაც მომეწონა იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხანი არ არის ამ სფეროში, ხა ერთ წელი არაფერი არ არის რეალურად ტრეიდინგში რა. ძალიან კარგი ხედვა აქვს ჩამოყალიბებული ის, რომ ანუ სისტემა როგორ უნდა გაყვეს, რა მინუსები უნდა შეასწოროს და ანუ ძალიან სწორ ასპექტებს იჭერს, ხა მაგალითად live trading-ი და რაც შეიძლება რომ წაიღოს რა. აი მაგალითად რო ავიღოთ ის, რომ მარტო ის ფულს გავაკეთებ თქვენთან ერთად ეგ არ არის რა. ну, რა თქმა უნდა, აი ყველას ინტერესი არის, რომ ანუ ფული ვაკეთოთ, ხა ჩვენს წყვილად ხო ავზივართ იქ და ჩვენც რასაც უყურებთ, მაგას თქვენც იყენებთ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გამისწორდა არის, რომ ანუ შეგნების დონეზე აქ გააზრებული, რამდენად დიდი და ღირებული ინფორმაციის წაღება შეუძლია რა, რომ სიტყვაზე, რომ მარტო რომ დარჩება საკუთარ თავთან რა, უკვე ეგ ხედვა იმდენად გამჯდარი ექნება, რომ თავისთად შეძლებს მერე ვაკოლაფს გაკეთებას რა. აი ძალიან პირველ რაღაცას ნიშნავს ჩემი აზრით. აჰა. სწავლის დროს სამსახურს და ამსაქმეს როგორ სამსახურს დღემდე უთავსებენ. სწავლის დროს როგორ უთავსებდი ბაц სამსახურს და ამას. ფსიქოლოგიაზე რო ვისაუბროთ, კაი პაწუ ისაუბრებს ფსიქოლოგიაზე. პაწუ ფსიქოლოგიაზე კითხებიან რო ისაუბრებ. იდეა? მაგაზე ჩემი აზრით სხვა უფრო დესილტრიმეიტორებივით და მაგას შევძლებთ ფსიქოლოგიაზე და ბარი. მაგრამ მე თავიანთი ვთქვი რომ ფსიქოლოგია ძალიან overrated-ი არის თქო და ძალიან გატრენდილი არის თქო რა. მაგაზე საუბარი რა ჩემი მაგას ჯობია გამოსილება მიიღოთ მარკეტზე. ბერკესი დიაგეთოთ და მარკეტს დააკურდეთ და όσο გამოსილება გექნებათ მარკეტზე და ხვდებით რომ აიცით რომ დემოზე თუნდაც რავი 3-4 მაგას ვაპირებ და აიცით რომ თქვენი გეგმა პროფიტულს გაგხდით რა. მე მარკეტში დავთ ფსიქოლოგიაზე ფიქრი და ისე რომ ორივესგან მაინტერესებს ესასრი რა, რავი, რომელიმესაც გინდა იმან თქვით აი. რატომ არ ირჩევთ live account-ზე trades და რატომ ირჩევთ პროფილების გზას? კოსმოდა იყოს და მე რომელიც თქვი რომ თუგინა მე გავაგზავნებ რა პრობლემა. დამარტივი პასუხია მაგის. ხო, დამარტივი არის. ანუ პროფილები იმხელა ანუ იმხელა account-ს გაძლევს რა, იმხელა კაპიტალს რომ live account-ი არ შედება რა. ეგ არის მიზეზი რის გამოც მირჩევნია live trade, live capitals პროფილ. მართალია წესები გაქვს იდეაში რაც კუთხით გზღუდავს, მაგრამ შენ გეგმათ უკვე ეგ წესები საერთოდ არაფერს არ ნიშნავს შენთვის რა. თუნდაც daily loss limit-ი და consensus rule-ი და რაღაც გავს რაღაცები, იდეაში პრობლემას არ უნდა გიქმნდეს რა. თუ შენ რისკს აკონტროლებ. აბა, ghost შენს. კი და პლუს არ შენ თანხას არ რისკავ იმდენად. ხო, როგორც პროფილზე არაფერს არ რისკავ ჩათვალე იმდენად, სად შენი თანხით რო ვაჭრობ და სად კიდე პროფილის თანხით. არის განსხვავება რა მაგაში. და ის წესების რა წესებიც არის? წესები კიდე ძალიან მარტივი შესრულებელია, ანუ არაფერი შეუსრულებელი მანდ არ არის რა. ჩვეულად risk management-ს თუ დაიცავ, ძალიან მარტივად გავაკეთებ ყველაფერს. პროფიტულიც იქნება და payouts-ს. ეგ წესები რო არ იყოს, ხო? აი გემბლერები უფრო მეტად იგემბლერებენ, ანუ ეგ წესები არის ჩათვალეთ იმისთვის, ანუ კი იმისთვის არა რომ შენ account დაკარგო, მაგრამ თქვენთვის იმისთვის უნდა იყოს რომ დისციპლინას მიეჩიოთ და მაგ წესებით, ხო? მიეჩიოთ მაგ ყველაფერს. ისა, ერთი კითხვა კიდე. აი, კითხვაც იყო და ეგ საინტერესო იქნება, ბევრ საინტერესოს, რომ რატო 20-50,000-იანი და რატო 20-300,000-იანი არა, მაგალითად.
მე გავცებას ხე? გაიცი. მაგრამ დიდ აკაუნტებზე რა 250-იანზე 300-იანზე გაქვს 3% მარტო drawdown-ი რა და target-ი გაქვს 6%. და მაგითო ბევრად უფრო რისკია. მაგ შეიძლება target-ი რო გაქვს და 3% რო drawdown-ი გაქვს რა. ძალიან პატარა drawdown-ია 3%. და მაგის კაპასოს თუ მინდა რომ რისკი დაიცო ძალიან რთულია მაგის კაპასო. და თუ მაგ Target-ის დიდი გაქვს. ჩემს შემთხვევაში ხო, მაგალითად 1% რო გავრისკო, ან 3 ტრეიდი მინდა რომ წავაგრო, აკაუნტი დავაფეილო და 3 ტრეიდის წაგება რაღაც კუთხით შესაძლებელი არის რა და მაგითო ჩემთვის რისკი არის 300,000-იან აკაუნტს კი მაგას მიშა თან 20 წელი 50-იანი ვიყიდოს ხო თან 20 წელი ხო მაგას შენი 50-იანი აკაუნტი ვიყიდო და მექნება 6% drawdown-ი რა თან payout-ამდე რომ მივლენ ხო payout-ამდე რომ მივლენ აი ეს drawdown-ი რაც უნდა გქონდეთ იდეაში ჩერდება 50,000-ზე ნუ ნებისმიერ აკაუნტზე მე ვგემბლერობდიო და ვაგებდიო მე თავს ვიტყოვებდი ვითომ ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდაო risk management-ს ისაუბრეთო და risk management-ი თქვით რომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია თქვი risk management-ი არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რა იმიტომ რომ risks თუ არ კონტროლებ და არის რამდენი უნდა გარისკო ტრეიდში მაგით შეიძლება კონდეს 90% მირეითი მაგრამ მაინც აკაუნტი დააფეილო რა იმიტომ რომ რა შეიძლება ტრეიდში იგებდე $100 ისე და გამომდინარე და აგებდე $100 და $200 რა და ის მაგით რისკი უნდა აკონტროლო და უნდა იცოდეთ რამდენი პროცენტი გარისკო ტრეიდში და უნდა დათვალოთ რისკი რა მაგის გარშე შედეგს ვერ დადებთ რაც არ უნდა მაღალი მირეითი და risk reward გქონდეთ რა მაგითო მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა ტრეიდინგი შეგიძლია პარწო მულტიმილიონერი გახდე კი შეგიძლია რატო არ ხარ კი არა მეტი შეიძლება ჩაშალო თუ შეგიძლია კონკრეტულად რა პროცენტს რისკ გავთ challenge და მე ფანდენზე კაი მაგას მე ვიტყვი აი მე ვიტყვი და ხალხო ეს თქვენთვის უფასო ლექცია იქნება risk management-ის ყოველთვის იცოდეთ რომ risk management-ი challenge-ზე და fund-ზე რომ მე განსხვავებული მაქვს და პაწოს რო განსხვავებული აქვს ხო მაგას იმის მიზეზი აქვს რომ ჩვენთვის უკვე ეგ challenge-ები არაფერს აღარ ნიშნავს რა ეხა შეიძლება თქვენ იმიტომ რომ fund-ები გვაქვს payout-ს ვაკეთებთ ხო და ნაკლებად მნიშვნელოვანია მაგ დროის კარგო არის ჩვენთვის და უფრო შედარებით მაღალი რისკი გვაქვს მაგალითად 1% რა მაგრამ ეხ თქვენთვის ვიღაცეების ანუ ego trading-ში დაგღუპავთ რა ვინც ფიქრობთ რომ აი გეზარებათ მაგ challenge-ის გავლა და აი ყველაფერი ხო ეგ არის უკვე ცუდი ჩვევა ვერ გაივლით ვერ მიხოთ იმ დონეზე მისლოც გჭირდებათ რა იმდენი უნდა გარისკოთ challenge-ზეც და იმდენი უნდა გარისკოთ fund-ზეც რამდენიც არის თქვენს სტრატეგიასთან მიმართებაში მიზან შეწონილი ყოველთვის პროფილებზე უმჯობესია რომ 0.5%-ზე მეტი არ გარისკო. როგორც ასევე გექნება საშუალება და სუნთქვის საშუალება გექნება რომ ბევრი არ წააგო, ასევე გექნება საშუალება რომ ბევრი მოიგო, იმიტომ რომ ყოველთვის აი პრობლემა გოსტმას თქვა, ჩემი ძველი ნათქვამი თქვა რომ პრობლემა ის არ არის, რომ შენ რაღაცა პროცენტულ მაჩვენებელს ვერ აკეთებ. პრობლემა ის არის, რომ შენ კაპიტალი გაქვს ცოტა. თქვენთვის ახლა რა ვიცი, არ ვიცი ხალხო სად მუშაობთ და მაგდენი ხელფასი სად გაქვთ, მაგრამ $1,000 რო გააკეთო თვეში, რა ვიცი, ჩემი აზრით საქართველოს დონისთვის ძალიან კაი შედეგი არის რა. ერთეულებისთვის, მაგრამ მე ეგ $1,000 თვეში რო ეგ ერთ აკაუნტზე აკეთებ, მაგას რო რამოდენიმე აკაუნტზე გააკეთებ, ეგ ხო კომპაუნდინგია, უფრო მე უკვე საშუალება აქვს მეტი და მეტი გააკეთო აკაუნტების ხარჯზე. არა იმის ხარჯზე, რომ შენ რისკი გაზარდო, ხო? ეგ არის ხალხო სწორი risk management-ი. მივდექით challenge სერიოზულად, ასევე demo ანგარიშსაც თუ სანამ challenge-ის დონეზე მიხვალთ, demo ანგარიშსაც სერიოზულად და e-trade-ით სერიოზულად. არასერიოზულად მივდგებით ამ საქმეს და შედეგს ვერ დადებთ. თერას demo-ზე ვტრეიდობ და ახლა ბისთან mentorship-ის გავლა მინდა. მომავალწლისთვის მაისის თავი დავაპირე პროფილების გადასვლას ძალიან ხომ არ ვაგვიანებ, ან ცუდი თუ რა 2 წელი რო demo-ზე e-trade-ო. 2 წელი? 2 წელი. 2 წელი ძალიან ბევრია. მაგრამ თუ ჩემთან mentorship-ის გავლას აპირებ, mentorship-ში შემოხვალ. რასაც ისწავლი მე იმას გატესტავ და მე ჩემი საკმარისი გამოცდილება აქვს უკვე მიღებული და შეგეძლება trade. ვორწლის 18 წლები კიდე ხო პატარა თუ ხარ. და ჯიშე რატო ვერ დოდე? მეც ვერ დოდე supply demand-ით. შეზღუდვები არის თქვენთან mentorship-ზე თუ fund-ზეც. fund-ზეც არის შეზღუდვები არასრულწლოვნებზე და ჩვენთან, რავი, აი.
ზოგი 15 წლის ბავშვი არის შეგნებული, ზოგი არ არის და რავი 15 წლის ზემოთ ვიღებთ ხალხს, ბავშვებს. აი ეს ისე როგორად გამომისტია კი. ფათოს გამომისტია გარეთ. აი, აბა რამე, ბიჭებო, სათქმელი თუ გაქვთ ხალხისთვის, შეგიძლიათ თქვათ, რამე კითხვების თუ არის, რავი, კონკრეტულად ოღონდ კარგი, ზოგადი არა რაც აი რა კითხები დაიშალე გავცემას. ოფთ ეგ კითხვები არის, აი ამ თემასთან ცოტა შორს, ბაცო, ინტერვიუზგან შორს შეგვიძლია, რავი, რო დავასრულებ რეკორდინგს, მერე დავუსვან. თუ რამე გაქვთ, შეგიძლიათ ხალხს, რავი, YouTube-ზეც აიტვირთება ეს ვიდეო იმათ უთხრათ და გააგებინოთ, რომ რა არის ორი, რა არასორი, გაქვთ დრო. თუ არ და გავთიშევ რეკორდინგს. რამის თქვა თუ გინდათ ხალხისთვის. რა შეიძლება იყოს გაფასოთ აკაუნტი. აუ, ოფში მქონია სანტი კითხრა განსაკუთრებულია. პირიქით გაუუტყდა, $13 გადახდა რომ მოუწია. არ მინდა და დროს წელოდი რა. მე გამარჯვეს. გაიჯობეს მოსწავლეებმა. მე ვერ მაჯობებ. კაი. დავასრულე რეკორდინგი.